სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. გითხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. აი საკვირველად ღვთისნებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებით და მისი მეოხებით გამოირჩია წმინდა მოციქულთა სწორი დედა ნინო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. გამოირჩია და გამოუშვა საქართველოში საკადაგებლად ქრისტიანობისა, მაგრამ ერთია ის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნება იყო ეს, რომ ეკურთხებინა წმინდა მოციქულთა სწორი დედა ნინო საკადაგებლად, რომ გამოწამოსულიყო საქართველოში, მაგრამ ასევე რა თქმა უნდა უფალი იცით თქვენ, რომ თვითონ ჩვენგანს გვანიჭებს თავისუფალ ნებას, რომ ჩვენ გვაქვს თავისუფალი ნება, ჩვენ თვითონ როგორც უწმინდესი ყოველთვის ბრძანებდა, რომ ადამიანს აქვს ნება აირჩიოს გზა ბოროტებისა და გზა სიკეთისა. და წმინდა ნინო მთელი თავისი ცხოვრება ბავშვობის ასაკიდან ღვთის დიდებაში გაატარა. ის გაიზარდა კეთილმორწმუნე ოჯახში და მისი ბიძაც გახდათ იერუსალიმის პატრიარქი. და სწორედ აი ამ დიდმა მადლმა, აი ამ სივრცეში მისმა გაზრდამ, რომ ის მან იცოდა ღვთის დიდების შესახებ და შეცნობილი ყავდა მას იესო ქრისტე, როდესაც ისურვა მან, რომ წასულიყო იმ ქვეყანაში, სადაც დავანებული იყო ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტეს კვართი, იმდენად დიდი იყო სურვილი, რომ წამოსულიყო ამ ქვეყანაში და მიახლებოდა ამ დიდ სიწმინდეს. აი ამ ასაკში 12 წლის, 13 წლის ბავშვი რომ ასეთ სურვილს გამოხატავს და გამოხატავს, რომ მისი სურვილია წავიდეს იქ, სადაც უფლის კვართია დავანებული. წარმოიდგინეთ, როგორი სულიერად, როგორი გამძნობილი იყო ეს ადამიანი, რამხელა სიბრძნე ჰქონდა, როგორი სულიერება ჰქონდა მას ღვთისგან მიცემული იმ ასაკის მიუხედავად, ბავშვის ასაკის მიუხედავად, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მასში ჩანერგა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ყოველივე ეს მისცა მას ყოვლადწმინდა სამება. დღეს არის დაემთხვა, რომ არის სამებობასაც დღესასწაულად ჩვენ, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულად ჩვენ და კიდევ ერთხელ გვანახებს აი ეს დღევანდელი დღე, რომ სულმა წმინდამან და ყოვლადწმინდა სამებამ იმოქმედა მასში, რომ ის წამოსულიყო საკადაგებლად საქართველოში. და აი დღესაც ქადაგებს იგრძნობა, როდესაც ჩვენ მოვდივართ აქ და ვემთხვევით მაყლოვანში, მივემთხვევით წმინდა ნინოს, როდესაც ლოცულობთ იმის ტაძარში, წმინდა ნინოს სახელზე აგებულ ტაძარში, როდესაც ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო სიონის ტაძარში, რომელიც მიემთხვნენ წმინდა ნინოს ღვთისმშობლის მიერ გადაცემულ ჯვარს და მიიღეს მადლი. უამრავი ადამიანი ჩადის, რომ მოილოცოს ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავი. რატომ აქვს სურვილი ადამიანების მისი მოლოცვის და მასთან მიახლების, იმიტომ რომ ის დღესაც ქადაგებს იმ ქრისტიანობას, იმ სარწმუნოებას და იმ სიყვარულს, რომლის საკადაგებლადაც შემოვიდა აი 17 საუკუნის წინ მოხდა ეს და დღესაც იგრძნობა მისი ლოცვა კურთხევა. დღესაც თითოეული თქვენგანი გრძნობს მის ლოცვა კურთხევას, იმიტომ რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, რაც ხდება ზოგადად მთელ მსოფლიოში, მაინც მშვიდად განაგებს ჩვენს ცხოვრებას და ამაში დიდი ღვაწლი, რა თქმა უნდა, წმინდა ნინოს ლოცვას და იმ წმინდანებს აქვთ, რომლებმაც შემდგომ მისი ქადაგების შემდგომ, რომლებმაც მიიღეს და შეისხორცეს ქრისტეს სარწმუნოება და ქრისტეს სიყვარული. ასევე, რა თქმა უნდა, მოქმედებს ის ჩვენს მონასტერზე, გაიზარდა ჩვენი მონასტერი მისი ლოცვა კურთხევით, გამრავლდა და მადლობა მას ამ შეწევნისთვის, რომ გამოაჩინა ის ადამიანები, ვინც გამოირჩია, თვითონ მან გამოირჩია, რომ უშრომონ და მოღვაწეონ ამ მონასტერში. გუშინ ჩვენთან სტუმრად გახლავთ საბერძნეთის ეკლესიიდან მამა გიორგი არის ჩამოსული, არქიმანდრიტი გიორგი და ბევრ ადგილას ვიყავით, მოვილოცეთ ბევრი წმინდა ადგილი და განსაკუთრებულად მას, აი ამ უცხო ქვეყანაში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს განსაკუთრებული სასოება და სიყვარული აქვს წმინდა ნინოს. განსაკუთრებული, როდესაც
შეგვეხმიანა და გითხრა რომ მე მოვდივარ საქართველოში, ორადორი ადგილი დაასახელა მან. მე მინდა რომ ვიყო მცხეთაში სამთავროსთან ახლოს და ერთხელ თუ გავალ მცხეთიდან, ისიც მისი სურვილი იყო რომ წასულიყო ბოდბეში, რომ მოელოცა წმინდა ნინოს საფლავი. იმდენად აფასებენ წმინდა ნინოს ღვაწლს და მის მოღვაწეობას, მის სიწმინდეს, რომ ის მართლაც რომ ღვთის წიაღში, რომ ღვთის გვერდით არის მისი სამყოფელი და ლოცულობს და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის სიმძიმეები, ცოდვის სიმძიმეები, გვაქვს ის უძლურებები, რომელიც გვაშორეს ღვთისაგან, მაგრამ აი ვედრება წმინდანების წინაშე და მათი მეოხება ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა გავიხსენო მამა გიორგისთან ერთი საუბარი გუშინ იყო ეს, რომ ჩვენ გონიაო, რომ ჩვენო გვიყვარსო წმინდანებიო და განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვსო მათ მიმართო, მაგრამ ასე არ არისო. იმ წმინდანებს აქვთო ჩვენთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. თუ რომელი წმინდანი შეიყვარეო, ესე იგი იცოდეო, რომ მას უყვარხარ ზუსტად ისეო, როგორც შენ შეიყვარე ისო და აი ესე თუ ვინმე რომელიმე წმინდანი გიყვართ, იცოდეთ, რომ პირველად იმ წმინდანებმა გამოგირჩია თქვენ, რომ მას ყვარებოდით თქვენ და რომ თქვენი ყოფილიყო და თქვენ მათთან ყოფილიყავთ. ამიტომ განსაკუთრებით ვისგანაც გრძნობთ, ვის მიმართაც სიყვარულს გრძნობთ, იმათ მიმართ თქვენს განსაკუთრებული სასწაულება უნდა გქონდეთ, რომ ის მათი შეწევნა უხვად იყოს ჩვენზე. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენც თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჩვენგანში არის ის პატარა ღვაწლის ნიშანი, რომელიც მოგცემს იმ მადლს, აი როგორც წმინდა ნინო გამოირჩია საქადაგებლად, რომ არ ვიცით ჩვენ როდის დადგება, ჩვენ არ ვიცით რისთვის გამზადეს უფალი. ყოველდღიურად შეიძლება ჩვენი ცხოვრება შეიცვალოს ღვთის განგებულების მიხედვით, ამიტომ ყოველთვის უნდა იყოთ მზად, რომ უპირატესი ჩვენს ცხოვრებაში იყოს ღვთის დიდება, ღვთის მსახურება და ღვთის სიყვარული. ღმერთმა დაგლოცოთ, შეგვეწიოს ყველას წმინდა მოციქულთასწორი დედა ნინო და ხოვოთ მამა გიორგის, ორი სიტყვით ვითხრას სამოღვაწეოდ და დაუმოწაფდა ეფრემ კატუნაკელს და ძალიან ბევრი თავისი ცხოვრების ბევრი წელი გაატარა ათონის მთაზე. ისეთი ღვაწლი და ლოცვა ჰქონდათ მათ, რომ დღე და ღამის განმავლობაში 9-10 საათი მარტო ლოცვის მორჩილება ჰქონდათ, რომ უნდა ელოცათ მათ და აი ღვთის მადლით ამ ადამიანმა შეიყვარა ღმერთი და შეიყვარა ჩვენი ქვეყანაც, რომ აქედან წასვლა არ მინდა, იმიტომ რომ ამხელა სიწმინდეებს რო განვეშორებიო, მე რო იქო მარტოვა რო იქო და ამხელა სიწმინდეების მერეო და ასე შეიყვარა მათ ჩვენი ეკლესია, ჩვენი წმინდანები და მადლობა უთხრათ მას მამა გიორგის, რომ დღესაც ჩვენთან ერთად იყო და წია ჩვენთან ერთად და შეგვეციოს ისი ლოცვა. მამა გიორგი ერთ ორი სიტყვით Κάτι σου μοιρώσαμε τώρα. Σήμερα γιορτάζει η Εκκλησία μας το τρίτο πρόσωπο της Αγίας Τριάδος, το Πανάγιο Πνεύμα. Και όλος ο σκοπός της χριστιανικής ζωής, για το σκοπό που ήρθαμε σε αυτόν τον κόσμο, είναι να αποκτήσουμε το Άγιο Πνεύμα, να αποκτήσουμε, να γίνει ένικος μέσα στην καρδιά μας και να μας ενώσει με το Θεό, με την Αγία Τριάδα. Δεν υπάρχει τίποτε καλό και πνευματικό να μην εκπορεύεται από το Άγιο Πνεύμα. Εμείς οι χριστιανικοί λαοί είμαστε ο πιο ευλογημένος λαός που βρίσκεται πάνω σε αυτό το πλανήτη. Όλοι οι χριστιανοί, γιατί ακριβώς από την παιδική μας ηλικία πήραμε το Άγιο Πνεύμα χωρίς καν να εργαστούμε και να γνωρίζουμε περί αυτού, μέσα στο Άγιο Βάπτισμα.
Και ενικεί μέσα μας ο Παράκλητος στο Άγιο Πνεύμα, απλά εμείς πρέπει να το ενεργοποιήσουμε, τηρώντας το Ευαγγέλιο, τις εντολές του Θεού, ακολουθώντας τις εντολές του Ευαγγελίου, να ενεργοποιήσουμε τη χάρη του Αγίου Πνεύματος, ώστε να έχουμε επίγνωση αυτής της καταστάσεως και να προσεγγίζουμε συνέχεια το Θεό. Τα καταλαβαίνεις, μπορείς να το πεις. ესე იგი ჩვენ სახარებისეული ცხოვრებით უნდა მოვიპოვოთ საღვთო მადლი და უნდა განვავრცოთ ჩვენში, რადგანაც უფალმა ეს ჩვენში ჩადოს სულიწმინდის მადლი. Λένε οι Άγιοι Πατέρες ότι από το πρωί μέχρι το βράδυ ο άνθρωπος μπορεί να φτάσει στην αγιότητα, μπορεί να φτάσει στο Θεό. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანმა შეიძლება დილიდან საღამომდე მიაღწიოს დიდ სიწმინდეს. Το βλέπουμε σε πολλούς Αγίους, όπως η Αγία Νίνα που εορτάζεται, που την έχετε προστάτη και πολιούχο, η οποία σε πολύ μικρή ηλικία, σε εφηβική ηλικία έλαβε όλη την τελεία χάρη των τελείων και κοιμήθηκε 44 χρονών με αυτή την χάρη και την εξακτηνώνει προς όλο τον κόσμο, και σε εσάς και σε εμάς και σε όλους τους ανθρώπους που επικαλούνται τη χάρη της. ამას ჩვენ ხედავთ ასევე წმინდანთა ცხოვრებაში, წმინდა ნინო პატარაობიდანვე მიიღო საღვთო მადლი და განავრცოდა, დღესაც ის ქადაგებს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა. Το ίδιο και ο Άγιος Γαβριήλ, από 12 χρονών έλαβε τη χάρη. წმინდა გაბრიელმა 10 წლის ასაკიდან უკვე მიიღო საღვთო მადლი. Εμείς οι πολλοί, τουλάχιστον πριν να πεθάνουμε, να την νιώσουμε, να την αισθανθούμε, να φύγουμε με αυτήν. Ας μην τη ζήσουμε εδώ, αν δεν τα καταφέρουμε, τουλάχιστον να την πάρουμε και να πεθάνουμε με αυτήν. Να την νιώσουμε. უნდა ვიღვაწოთ, რომ გარდაცვალებამდე როგორმე უნდა მოვიპოვოთ საღვთო მადლი, სულიწმინდის მადლი და უფალს ესე შევიერთდეთ. Ο Θεός διψά να δώσει τη χάρη του στους ανθρώπους, αλλά δεν βρίσκει δοχείο κατάλληλο για να μπορέσει να ενοικήσει μέσα του. უფალს უნდა რომ ყველა ვიყოთ საღვთო მადლის ჭურჭელი, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ და ვიყოთ. Και το Πανάγιο Πνεύμα επισκοπεί σε όλο τον κόσμο και κοιτάζει τις καρδιές των ανθρώπων και βλέπει ποιος ετοιμάζεται, ποιος κάνει τον αγώνα του για να τον επισχιάσει. Κάθε μέρα, κάθε στιγμή επισχιάζει ο Παράκλητος της αληθείας. უფალს უნდა რომ თავისი სულიწმინდის მადლი მოგფინოს ჩვენ და ის ყოველთვის მზად არის რომ ეს მოგცეს, მთავარია იპოვოს ჭურჭელი, სადაც ის დაივანებს. Έλεγε ο Άγιος Εφρέμο Κατουνακιώτης ότι να φροντίζουμε ο νους μας να μην με αφήνει κενό με το Θεό, αλλά να συνεχώς να έχουμε πνευματική θεωρία, ώστε όταν επισχιάσει το Παράκλητο Πνεύμα, το Άγιο Πνεύμα να μας βρει προσευχόμενους, ώστε να ενοικήσει μέσα μας. წმინდა ეფრემ კატუნაკელი ამბობდა, რომ ჩვენი გონება უნდა იყოს ყოველთვის მოცული უფლით, რომ როდესაც უფალი მოგვიხილავს, იპოვოს ჩვენში ის ჭურჭელი, რომ დაივანოს ჩვენთან. Εσείς με τη χάρη του Θεού ζείτε μέσα στον Παράδεισο, ζείτε από τώρα τον Παράδεισο. Και ο Θεός ζητά από εσάς να προσεύχεστε για όλους που βρίσκονται εκτός Εκκλησίας, αυτούς που βρίσκονται εκτός, αυτοί που δεν γνωρίζουν το όνομα του Θεού, αυτοί που δεν ξέρουν, δεν έχουν ακούσει ποτέ και ούτε έλαβαν τη χάρη του Παναγίου Πνεύματος. და უფალი თქვენგან ითხოვს, რომ თქვენ ბევრი ილოცოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან, რომ მათ მოიპოვონ სულიწმინდის მადლი და ისინიც შეუერთდნენ εκκλησიას. Και έτσι εμείς που γνωρίζουμε για τον Θεό οφείλουμε να δίνουμε αυτή τη χάρη και στους άλλους που είναι εκτός Εκκλησίας, που δεν, να προσπαθούμε να τους ελκύσουμε στην Εκκλησία με την προσευχή μας και με τη χάρη. ჩვენი ლოცვით უნდა ვეცადოთ, რომ ის მადლი, რაც უფალმა მოუქცა, განვავრცოთ და ეკლესიაში მოვიყვანოთ ადამიანები. Να επικαλεστούμε τη χάρη της Αγίας Νίνας, του Αγίου Γαβριήλ, των Αγίων Ηγουμενισσών Νίνας και Νίνας που είναι εδώ θαμμένες και όλων των Αγίων Μοναζουσών που είναι θαμμένοι εδώ, γιατί είναι και άλλοι Άγιοι εδώ πέρα, να τους επικαλούμαστε ώστε να μας ενισχύουν στον αγώνα μας, να βαδίσουμε αυτό το δρόμο το δύσκολο της πνευματικής ζωής, γιατί είναι δύσκολο λόγω των παθών μας. Όχι, η πνευματική ζωή είναι εύκολη, αλλά επειδή έχουμε πάθει, δυσκολεύει, να μας βοηθήσει να τον βαδίσουμε ώστε να κερδίσουμε και εμείς τη Βασιλεία των Ουρανών και να συζήσουμε όλοι μαζί στην αιωνιότητα μαζί με αυτούς. Αμήν. ჩვენ უნდა ვევედროთ იმ წმინდანებს, ასევე ძალიან ბევრი წმინდანი განისვენებს ამ ადგილზე და მათი ლოცვით, რომ ღმერთმა ჩვენს შეგვაძლებინოს და გავძლიერდეთ და უნდა მათთან ერთად ჩვენს დავივანოთ ცოტა სწრაფად ამოსხომება და შემდგომას ითხოვრო მე მთავარ ასწავლოს. Παρούτσι.
Εσείς δεν μας ευλογήσετε. Εσείς δεν μας ευλογήσετε. Τώρα θα τους μοιρώσουμε. Ευχαριστώ πολύ και για τη φιλοξενία που για την ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმართმოყვარეობით. Για την αγάπη και τη φιλοξενία. Ευχαριστούμε πάρα πολύ.